მოგესალმებით. თქვენ უყურებთ მორიგ ეპიზოდს სპორტულ ანალიტიკური პოდკასტისა შედეგს მიღმა. კვლავ იმყოფებით სახელოსნო ბარში და მადლობა მინდა უთხრა ადმინისტრაციას იმისთვის, რომ დაგვითმოეს ძალიან ლამაზი სივრცე. სახელოსნო ბარი არის რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და გირჩევთ, რომ ესტუმროთ. წინა გადაცემაში დავაანონსეთ და ეხლა უკვე თაბნელზეც ნახავდით და სათაურშიც ნახავდით, რომ მართლა განსაკუთრებული სტუმარი გვყავს. გიორგი ბაქრაძეა ჩვენთან ერთად. რეზიც ჩვენთან ერთადაა. ბატონო გიორგი, მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ ხართ ჩვენთან. მადლობა მოწვევისთვის. მანამ სანამ უშუალოდ ფეხბურთზე საუბარს დავიწყებთ, მინდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, სრულესამებრ შეგიძლიათ გამოგყვეთ Facebook-ზე და TikTok-ზე და შეუდგეთ პრინციპში საქმეს. დღეს არ გვყავს ირაკლი, თუმცა ვეცდებით, რომ შევავსოთ მისი დანაკლისი. ბატონო გიორგი, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, ადევნებთ თუ არა თვალყურს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს და რა ინტერესით ადევნებთ? ახლა რაღაც დონეზე ადევნებთ რა? ხო, რაღაც დონეზე ვადევნებ, დიდად არა, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ეს არის რაღაც თვალსაზრისით სრულიად ზედმეტი ტურნირი, რომელიც სავარაუდოდ იმისთვის არის, რომ ნუ ჯერ რა თქმა უნდა ფული გააკეთონ და მეორე იმისთვის, რომ სუპერლიგაზე საუბარი კიდევ უფრო შენელდეს, იმიტომ რომ სულ არის ხოლმე და სულ რაღაცა თავს წამოყვებს და რაღაც საპირე. მე მგონია, რომ თავად ფეხბურთელებისთვის არ არის ეს კარგი იდეა, კი ჩვენთან იციან ხოლმე, რომ აი ამდენ სუხტიან და ითამაშ კი რა თქმა უნდა ამდენ სუხტიან და მაგისთვის უხდიან რომ ითამაშონ, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ძალიან გადატვირთულები არიან და ეს ალბათ არ არის კარგი არავისთვის და პრინციპში ის რაღაც ნაწყვეტ რასაც უყურებ ფეხბურთელებსაც ეთყობათ, რომ გადავლილები არიან და არც დიდად ხალისი აქვს თამაშის და მე მგონი სულ ერთი დაძაბული თამაში იყო ალ-ჰილალმა 4-3 რომ მოუგოს იდეს. და ნუ ბაიერნი როგორც ყოველთვის რო იპოვის ვიღაცას. ბოლომდე იცის ხოლმე. იცი რა მაინტერესებს? ამ ტურნირს აღიქვამთ როგორც რაღაც ახალი სეზონის დასაწყის თუ წინა სეზონის გაგრძელებას? ალბათ უფრო წინა სეზონის გაგრძელება არის. ალბათ რაღაცა თვალსაზრისით კიდე არის რეპეტიცია გაისაც მსოფლიო ჩემპიონატის და თუ ესე არის ძალიან ცუდი რეპეტიცია გამოდის? ცუდი რეპეტიცია იმ თვალსაზრისით, რომ სარიელია სტადიონები რეალურად. თან ძალიან ცხელა, ამიტომ როდესაც გაისათ ამ დროს იქნება მსოფლიო ჩემპიონატი ისეთივე, ალბათ მეტი ხალხი იქნება, იმედია ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ბევრი ჩავა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერ დიდად სახარბიელო სურათი არ ჩანს. ნახოთ, ეხლა მეოთხედფინალებია და თუ არ ცხელა ელავს და აი მაგის თუ არ ცხელა ხო. მეტეოროლოგიური პირობები იმდენად რთულია, რომ იმ სიცხეს მერე ის წვიმა და თან ბოლო თამაშებში არათუ წვიმის დაწყებას ელოდებიან, ჭექაქუხილზეც კი წყდება. რეგულაცია ამერიკაში რომ 10 კილომეტრი მილებში და იმ რადიუსში თუ არის ჭექაქუხილი წყდება თამაში. ხო, მან ამერიკულ ფეხბურთზე და სტადიონებზე რომელიც უსაფრთხოება ძალიან აქცია ამ ყურადღებას. ხო, აი ჩვენს ბოლო ორი გადაცემა აქტიურად საუბრობთ ამ ტურნირზე და პრინციპში ჩვენც ეგ ნარატივი ჩამოგვიყალიბდა რეზი, ხო, რაღაცა ეს ტურნირი არის ერთი მხრივ კომერციული შოუ, რომლის თავარი მიზანი არის რომ ფული გაკეთდეს და ნუ მეორე რეპეტიცია მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ისე იყო ხო ტურნირის დაწყებამდე რომ აი ვინ დაიმატებს კრიშტიანო რონალდოს ხო, აი ეს იყო ხო. პალმეირასი დაიმატებს თუ არა ნეიმარს და ნუ რაღაც ეს შოუს ელემენტები. პლუს მე არ ვიცი ვერ გავიგე რა უნდა დავარქვათ ამ ტურნირის გამარჯვებულს. სოფლის საუკეთესოს დაუძახებ იმას, ვინც მოიგო ტურნირს, ასე ვთქვათ, ბარსელონა არის ან ლივერპული სეზონის ბარსელონა ლივერპული და ესეთი. ხო, აი ბარსელონა რო არისო, თუნდაც ლივერპული რო არისო, ეგ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს კი ბატონო. რეზი, ფლუმინენსეც ახსენე, ბატონმა გიორგიმ ალ-ჰილალი სიტი ახსენა. ბარემ 1-2 სიტყვით შევეხოთ იმ თამაშებს, რომლებიც უკვე ვნახეთ. ნუ მაყურებელს კარგად ეცოდინება, რომ უკვე მეოთხედფინალების სტადიას მივადექით. რამდენიმე სენსაცია ვნახეთ მერვედფინალში. და რომელი იყო ყველაზე დიდი სენსაცია მაინც? სიტის გაგდება თუ ინტერის გავარდნა? ნუ სიტი ყველაზე ძლიერი ჩანდა ჯგუფურ ეტაპზე. ალბათ უფრო სიტის გაგდება, მაგრამ ალ-ჰილალი ძალიან მომეწონა, რომ ნუ ის რაც საკეთებდა ალ-ჰილალი სიმონი ინტერის ხელში, თან მანამდე ყავდა ჯორჟი ჟეზუსი, პორტუგალიის ძალიან მწვნელია, იმის სქემა და პლუს რაღაც ინტერის ელემენტები ნევეში ჩამოდიოდა და პოტერბეკის როლს სასრულებდა ხოლმე. ასეთის გადაკიდებაში ალ-ჰილალი ისეთ საინტერესო გუნდი იყო. ფლუმინენსიდან რა ვიცი, იაგო სილვა 41 წელს ხდება და სასწაული თამაშია ჩვენ, ანუ საკშიც კი Classes permanent. ამ მერვედფინალებში მე ყველაზე პროს დამახსოვდა, რომ ყველაზე ცუდი შეცდომა რას ფეხბურთში მინახავს. პრესტიანი შემოიყვანა ბენფიკამ ჩელსისთან თამაში ერთი ზუსტი პასი არ ჰქონდა. რაღაც 6 შეთა კარგა ბურთი
ორი რაღაც მომენტი გააფუჭა და დამატებითი დრო დაიწყო რა ეგრევე თავი გაიგდო და ნუ სხვათა შორის ერთის მხრივ ხო სენსაცია იყო ინტერი რო გავარდა მაგრამ იმ სენსაციას მე დაემატა გასახდელში რა მოხდა ეგ თუ ნახით ლაუტარო მარტინეს რო ანუ როგორც კაპიტანს ჰქონდა ძალიან სერიოზული საუბარი რო დამოკიდებულება არ მოეწონა თანაგუნდელების ფეხბურთელების ესა თამაშის მიმართ და ასე შემდეგ და ნუ საბოლოოდ უთქვამს რომ ინტერში უნდა თამაშობდნენ ისინი არა ვისაც რაღაცა ფული აინტერესებს არამედ ვისაც შედეგზე ორიენტირებულიოდა ნუ როგორც პრესამ მე გვითხრა ჩალხანოღლუს ეხებოდა ეს საქმე და ჩალხანოღლუმ თან უპასუხა მე ამ ყველაფერს პრესაში და თქვა რომ ლაუტაროს როგორც კაპიტნის ეს სიტყვები რაღაცა გუნდის შეკვისკენ კი არისო ორიენტირებული, არამედ გუნდის დაშლისკენო და ნუ მოკლედ ისეთ სიტუაცია ინტერში რომ და მე კიუს ქონია გამოფრენამდე, ანუ ევროპაში დაბრუნებამდე ისეთ სერიოზული საუბარი რომ იმედია წინა სასეზონო იმაზე შეკრებაზე გაცილებით მოტივირებულები მოხვალთო და ამ ჩალხანოღლუს თუ უნდა იმ თურქეთში წასვლა რაღაცო ეჭიდებიან ამას ვერ მივხვდიცოდ. ხო მე მგონია ზოგადად ინტერზე ძალიან ფსიქოლოგია ძალიან იმოქმედა ჩემპიონთა ლიგის ფინალმა, იმიტომ რომ იმის მერე სხვა გუნდი არ მიუხედავად იმისა, რომ აკაც ახლა ძალიან სულაც არ გამოსულა შეიძლება ითქვას, ხო, ჯგუფში მაინც, ხო, მაგრამ მაინც ეს 5-0-ის დარტყმა მე მგონი ჯერ კიდევ დარჩენილი არის და იქაც ჩანდა პრინციპში, რომ რაღაც კუთხით ერთმანეთს აბრალებდნენ ფეხბურთელები და ეს გამოყვათა, ხო? 5-0 ფინალის წაგება ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალი ასეთი ანგარიშით, ასეთი სხვაობით დასრულება მაინც არის. ალბათ ეს მაგის ბრალია და ნუ ახლა აქ პრინციპში სადღაც ორი თვეს რომ ეს პრობლემები დაძლია. ისე მაგ ფსიქოლოგიური პრობლემის მოგვარების გზას თქვენ როგორ უყურებთ ახლა აი როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი რა თვითონ გუნდში გვარდება ფსიქოლოგიური პრობლემები თუ ეგ არ ვიცი ნამდვილად. აი მე რატო შემოვიტანე ეს თემა? რას ვფიქრობ, ვიცით? აი ხო გგონია რომ ეს ფეხბურთელები რეალურად ლამის 24 საათის განმავლობაში არიან ერთად, ხო? როდესაც ფსიქოლოგიური პრობლემები იჩენს თავს, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში ეგეთ მაგალითზე, აი ოჯახური დასვენებები თამაშობს დიდ როლს. იმიტომ რომ აი ბევრჯერ მიფიქრია რომ აი ტიპმა წააგო ჩემპიონთა ლიგის ფინალი მაგალითად და 3 დღეში ვხედავთ მის ფოტოს ინსტაგრამზე რომ ოჯახთან ერთად არის ბედნიერი რაღაცა და ეს ფეხბურთელები იმდენად მოწყვეტილი არიან ამ საოჯახო სიმყუდროვეს და ბედნიერებას რომ მე ვფიქრობ რომ ფსიქოლოგიური პრობლემების გადალახვაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის აი ეგ ოჯახური რეალი იუვენტუსიც მე თავის გუნდადაც არ აღიქონს იმ პრესკონფერენციაზე ხო ჯერ არაფერი ისინი კარგად აკეთებდნენ ამას ის რაღაც ჯერ არც არის რეალურად მისი გუნდი ხო ანუ ეს რაღაც სხვა გუნდს უყურებს ხო ჯერ ხო რეზი რეალი იუვენტუსს უყურე რეალი იუვენტუსს უყურე და ნუ იუვენტუსს არაფერი არ გაუქეთებია მეორე ტაიმში განსაკუთრებით პირველ ტაიმში რაც ორი ეპიზოდი იყო რომელიც ისიც რეალის ჩავარდნების გამო ისევ სამწუხაროდ თამაშია რეალმა და თვითონ ჩაბელანსონ თქვა რა პრობლემები ჰქონდათ თავიდან თქვა რომ გულდაფში ძალიან ბევრი ფეხბურთელი ყავდაო შემდეგ გაამატა რომ კონჩეტებს ვიკეთებდნენ როგორც კი ბურთს არ გავდითო და ესეც პრობლემა იყო და მესამე ჩემმა ლატერალებმა უფრო თამამად უნდა ითამაშონ და ზუსტად ტაიმის შუაში რომ ეს წყლის შესვენება აქვს ეს ყველაფერი გამოასწორა როცა დაელაპარაკა ჩუამენი ავიდა ზემოთ და ბევრი რაღაც ამით ლატერალებმაც უფრო აგრესიულად დაიწყეს თამაში და ნუ იუვენტუსმა იუვენტუს ჯერჯერობით აი კიუსი არ იყოს მე მგონი ტუდორისაც არ არის ჯერ ეგ იუვენტუსი და ხო მაგათ ანუ რეალურად დაახლოებით ისევე რა ჩემ კიუს რომ მასაკნა როგორც ამურიმის გუნდი მიუხედავად იმისა რომ თვეები ნოემბრის მერე გავიდა ბოლომდე ამურიმის გუნდი ჯერ არა იმიტომ რომ არ ქონიათ დრო მსმენელს და ფეხბურთელებს იმისაც რომ ერთმანეთი გაეცნოთ ახლა რეალურად კიუს და ტუდორიც ეგრევე ტურნირზე წავიდნენ და არანაირი რაღაც მომზადება არაფერი არ ქონიათ ხო ამიტომ ხო ჯერ არ არის მათი გუნდი არა ხო იუვენტუსზე იმას ხო რეალზე ის დამატება მინდოდა იცი გონსალო გარსია კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო თან ტრენტმა გააკეთა პირველი საგოლე პასი მადრიდის რეალის მაისურით ეგეც აღსანიშნავია და წინა სეზონში რეზი წინა სეზონის ბოლოს რო საუბრობდით არსენალთან რა პრობლემებსაც გადაწყდა რეალი ჩაწოდებები რო დაიწყო და იქ რომ იმღები არავინ არ იყო აი ეს გონსალო მე მგონი მშვენიერი ვარიანტი შეიძლება გამოდგეს თვითონაც ამბობს რომ მე ვარ ფოსაბუს როლზე თანახმოვარ ჩემოვიდე შეცვლაზე და
საჯარიმოში აქვს და რატომაც არა ხო? იუვენტუსმა დღეს დაიწერა რომ ჯონათან დეივიდი გაიფორმა ლილიდან. თავისუფალი აგენტი იყო, მაგრამ ლილის აწუყვე ყოფილი ფეხბურთელი წამოიყვანა, მოკლედ იუვენტუსმა სანჩოზე იწერება სხვათა შორის, თქვენ გეყარებათ სანჩო. წაიყვანოს სანჩო, წაიყვანოს რაღაც გადაიხადოს და წაიყვანოს. აი 25 მილიონზეა მე იუვენტუსის გულშემატკივარი ვარ და ამიტომ წაიყვანეთ. კარგი, ვინ მიგაჩნიათ ფავორიტი? მაინც. არჩენილი გუნდებით. თული სათქმელია, ალბათ, ანუ ეს ვიტყოდი, მაგრამ ძალიან ცუდი ბადე აქვს. აქეთ ხარეს მე მგონი რომ ალ-ჰილალის ფინალში გასვლი დიდი შანსი ყავს და შეესთამას თუ გააგრძელა. ანუ იქით არის ბაიერნს ხდება და მე რეალს ხდება და აქ არის ეხლა არ მახსოვს, მაგრამ მე პალმერას ჩელსის გამარჯვებას ხდება თუ გაცდათ, რომ უსტება. ესე იგი ზევით არის ჩელსი და პალმერასი და ალ-ჰილალი და ფლუმინენსე, ინტერის გამგდები ფლუმინენსე. ხო, ამიტომ ამათ თითქოს თუმცა ის უნდა ითქვას, რომ სამხრეთ ამერიკულ გუნდებს კარგი ტურნირი ჰქონდათ, ანუ ამიტომ რთული სათქმელი არის. ნუ ხო, მაგრამ მე მგონი მაინც რომ მაინც ხუჭას აქვს შანსი კიდე ერთი ტიტული დაიმატოს, კიდე ერთი ტურნირი მოიგოს. თუმცა ვნახოთ, რთული იქნება. ძალიან ირონიული იქნება თუ ისევ სიმონე ინძაგის გუნდი შეხვდა ფინალში. ხო. აი, სანამ პრინციპში ჩავხურავთ ამ სოფლიო საკლუბო ჩემპიონატს, გიორგი ბაქრაძე რომ ყავს სტუმრად, აუცილებლად უნდა კითხოთ ხვიჩა კვარაცხელიას. გასაგები ხა დაახლოებით ვიცი თქვენი აზრი, მაგრამ ჩვენი გადაცემიდანაც რომ გავაჟღეროთ, ასე ვთქვათ, რა პროგრესი გაიარა ხვიჩამ ბოლო წლებში და რა შეიძლება იყოს მისი პიკი. ჯერად აქვს წარს რომ მისი პიკი ჯერ არ დამდგარა. ჯერ პიკი ალბათ არ დამდგარა, ანუ ჯერ ახალგაზრდა არის ამისთვის. მე მგონი რომ ყველაზე დიდი როლი მის კარიერაში ითამაშა რუსეთიდან წასვლა. ეგ იყო ძალიან მნიშვნელოვანი, კიდევ უფრო ადრე წასულიყო, კიდევ უკეთესი იქნებოდა და ზოგადად ეს ადრე რაც იყო ეს ტრადიცია და ტრენდი რომ ქართველი ფეხბურთელები რუსეთში თამაშობენ და ეს ნელა ირღვევა და აღარ არის, ძალიან მიხარია, იმიტომ რომ იქ ძალიან რთული არის გაზრდა და ძალიან რთულია წისვლა და ხუჩასაც ეგრევე დაეთყო ნაპოლიში, დაეთყო პარიზში, რამდენად წინ არის წასული იმასთან შედარებით, რაც იყო, როდესაც ახალი წამოსული იყო, როდესაც რუბინში თამაშობდა. ამიტომ ხო, სავარაუდოდ პიკი ჯერ არ არის მიღწეული. რთული არის იმის თქმა რა არის რა შედეგების დადება შეუძლია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უკვე ორი ქვეყნის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის მფლობელი, ალბათ შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი წინ კარიერაში იქნება ოქროს ბურთი, ან ყოველ შემთხვევაში ოქროს ბურთის რეიტინგში უფრო და უფრო მაღლა ასვლა. კონკურენცია ძალიან მაღალია, ცხადია. ალბათ წელს შედარებით ნაკლები შანსი აქვს, თუმცა მეც იმას ვიტყვი, რომ საერთოდ არ აქვს შანსი, მაგრამ მაინც ყველაზე დიდი ფავორიტი ალბათ არ არის. ვინ მიგაჩნიათ ის ფავორიტი? ვის მისცემდით, აი ხმას ვის მისცემდით? თქვენი ნება რო იყოს. ჰოილუნდს. არა, ჰოილუნდს არა. ჰოილუნდს ამის აპირისპირო რო იყოს. არა ოქროს ბურთი. ეს ძალიან ბევრი ვარიანტია ის რაც შეიძლება იყოს. ვინ შეიძლება იყოს დემბელე ალბათ მე მგონი ბუკმეკერებში ყველაზე მაღალი კურს რო ეძახიან მაგას აქვს ყველაზე დაბალი ყველაზე მაღალი შანსები ალბათობა ხო ძალიან ბევრს ლაპარაკობენ იამალზე მაგრამ მე მგონი ძალიან კაი ბავშვია ცალსახად მაგრამ ჯერ მე მგონი ოქროს ბურთი ჯერ ადრეა ხო ანუ სავარაუდოდ იმდენი საოქროს ბურთის სეზონი ექნება კი რა თქმა უნდა ლამინი იამალს რო კი ხო, არ ვიცი. პრინციპში ხვიჩა ალბათ ხუთში შევა იმ შესაძლო ფავორიტებში, ვინც შეიძლება უფრო ბურთი აიღოს. აი, ჩვენც მაგას ვწურავთ. სალახს რო არ ჩაეგდო სეზონის ბოლო მეოთხე, ну, ჩაეგდო რა თავის სტანდარტებით, იმიტომ რომ
ყველანაირი რეკორდი მოხსნა მანამდე, მაგრამ ლიბროს არაფერი არ მოუგია და სალახი აბსოლუტურად განეიტრალებული იყო PSG-სთან განსაკუთრებით. ჩემი ის რო იყოს რა თქმა უნდა თავდასხმას მიეცემენ და რა თქმა უნდა გოლებს ექნება მნიშვნელობა და პასტებს, მაგრამ ნუნო მენდეში მე მგონი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო წელს საერთოდ სოფლიოში. ჰაკიმიც მაგრამ მენდეში მე მგონი უფრო. აი სალაჰის განეიტრალებას თუ ჩავრთავთ ამ ამბავში? სალაჰისაც, იამალისაც, ანუ ყველა ვინც კი შეხვდა, ყველა განეიტრალა და თან ახალგაზრდა თან ანუ ეს მე მგონი რომ ძალიან კაი ფეხბურთელია. მე პრინციპში პასუხი ვის მიცემდი ალბათ მას. მიუხედავად იმისა, რომ მარცხენა მცველს არავის არ მიუღია დოკროსბურთი. ეგ საინტერესო რაღაც იქნება. ხო, ფლანგის მცველსაც არ მიუღია დოკროსბურთს, მიუღიათ, მაგრამ ძალიან ცოტას. კი ბატონო. რეზი რაღაც მაგინდოდა. ოკეი. შუაში, გადაცემის შუაში მინდა გთხოვოთ, რომ დალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და ხო, სასპონსორო შემოთავაზების შემთხვევაში იმეილი მითითებულია აღწერაში და შეგიძლიათ რომ შეგვეხმიანოთ. რაც შეეხება მეორე თემას, ძალიან სუყე და გემრიელი თემა მოვიტოვეთ. სხვათა შორის, ბატონო გიორგი, ეს არის უკვე 25-ე გადაცემა ჩვენი. ძალიან ბევრჯერ გვითქვამს და გაგვიმეორებია, რომ რაღაცა ერთი გადაცემა ან მისი ნაწილი უნდა მიუძღვნათ Manchester United-ს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარია განსაკუთრებით ჩვენს და ჩვენზე უფროს თაობებში Manchester United-ის და ნუ გუნდი რეალურად 10-12 წელია უკვე ყოველ შემთხვევაში არ არის იქ, სადაც იმსახურებს ყოფნას. ამიტომ გაგვიმართლა ისეთი სტუმარი ყავს Manchester United-ზე სასაუბროთ და რავი, დავიწყებ ესეთი ბანალური შეკითხვით, რა სჭირს Manchester United-ს და რეზით შემოგოშველება მისი აზრებით. ხო, ნუ ცხადი იყო, როდესაც 2013 წელს Ferguson წავიდა, ცხადი იყო, რომ კრიზისი იქნებოდა გარდაუვალი, იმიტომ რომ ამ ხელა ფიგურა როდესაც მიდის, ცნელი რომელიც ნებისმიერ საუბარში ყველა დროის საუკეთესო მცველთა რიგში იქნება ნახსენები, რომელსაც ისეთი გავლენა ჰქონდა გუნდზე, ცხადია ხა ეს რომ მიდის და ციცარიელის ტოვებს, კრიზისი იქნებოდა და იგივე მოხდა თავის დროზე, როდესაც მეტბასპი წავიდა და Manchester ცოტა ხანში გავარდა კიდეც ქვედა ლიგაში მეორე დივიზიონში მაშინ. თუმცა მე მგონია რომ ამასთან ერთად ძალიან ბევრი პრობლემა არის ქვეყნის რა იყო და კლუბის შიგნით, მენეჯმენტი, გასახდელი, ფეხბურთელები აი ძალიან საინტერესოა როგორც წესი, როდესაც Manchester-ის ძველ ფეხბურთელებს უსმენთ, აი სულ არის ისეთი საუბარი, რომ აი 27 მაინც რუსეთში დაფრია და ახლობით ეგეთივე ის არის. მაგრამ ჩვენ დროს ესეთი ის იყო და რაღაცა, მაგრამ სინამდვილეში როი კინს განსაკუთრებით აქ მიუხედავად იმისა, რომ ესეთი ქვია არაფრით ყველაფრით უკმაყოფილო და ესეთი ადამიანია, მაგას აქ რაღაცა ისა რომ გასახდელში არის მან პრობლემები. იმიტომ რომ ჩვენ დროსო ის ამბობს და აბსოლუტურად მართებული იყო, რომ წავაგებდით, ხო, არავინ არ მიდიოდა საცეკვაო და გასართობა და იმისთვის და აი ეს კულტურა რომელიც იყო Manchester-ის გასახდელში მაშინ ეს აღარ არის. და ის ფეხბურთელებიც რომლებიც ახლა არიან რაც არ უნდა გასაგებია რომ ახლა მიკერძებული ვარ, მაგრამ ის Manchester-ის კულტურა რაც ადრე იყო, ისინი ამის მატარებლები არ არიან. ხო და ეს დაიწყო თქვა ლინგარდი და პოგბათი, რომლებიც TikTok-ზე რაღაცებს დებდნენ და ცეკვა მიუხედავად იმისა აგებდნენ, იგებდნენ, მაგას არ ქონდა მნიშვნელობა. რაშფორდიც ხო, ამიტომ რაღაცა თვალსაზრისით ეს უფრო გამოსასწორებელი არის ვიდრე ბევრი სხვა რაღაცა, მაგრამ ნუ ამასთან ფული რეალურად ბევრი ფული იხარჯებოდა ტყუილა, ხა ნუ ყველაზე ნიშანდობლივი არის ონანას მოყვანა 52 მილიონად, როდესაც ინტერი თავიდან 15 მილიონად თანახმა იყო და ყველაფერთან ერთად ზომერი აიყვანეს და გაცლებით უკეთესი მეკარე ვიდრე ონანა. დეხიას გაშვება თან ისე როგორც გაუშვეს, რაც სრულიად სამარცხვინო იყო და ნუ ასე შემდეგ, ანუ ბევრი პრობლემა არის და
რთულია იმის თქმა, რომ აი ხა ამორიმი მოვიდა და ამიტომ ყველაფერი შეიცვლება. თუმცა ამორიმი მნიშვნელოვნად განსხვავდება თითქმის ყველა დანარჩენი მწვრთნელისგან. იმიტომ რომ მოისი იყო, ვინც ფერგუსონი მოიყვანა და ეგ ძალიან დიდი შეცდომა იყო მე მგონი. მერე იყო ვან გაალი, რომლის თქვათ კარიერა უკვე დაღმავალი იყო, მერე იყო მოურინიო. ყველაზე უფრო გული მწყდება იმაზე, რომ სულშერს ქონდა შანსები, რომ დიდხანს ყოფილიყო და გამარჯვებას მიაღწია და რეალურად ის ფინალი რომ მოიგო, რომ 11-10 რო წააგეს პენალტებით ვალედორი. ვილარეალთან ბოდიში მერისთან ის რომ მოიგო, გაცილებით უფრო კარგი იქნებოდა და ალბათ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდოს მიყვანაც არ იყო კარგი იდეა, იმიტომ რომ მაგან დამატებით არია გასახდელი. თუმცა რონალდოს რაღაცებში მართალი იყო, როგორც მე აღმოჩნდა. და ტენჰაგი რომელსაც თითქოს რაღაცა ხედვა და რაღაცა ტაქტიკა ჰქონდა, როდესაც აიაქსში იყო, მაგრამ სრულად გაუგებარი იყო ბოლო სეზონში, რამდენიც იყო სეზონ ნახევარში ასე კეთებდა, რომელიც არ უნდა დაეტოვებინათ მარტო იმიტომ, რომ თასი მოიგო სიტის. ამიტომ ეს ყველაფერი რთული არის. ამორიმი განსხვავდება იმით, რომ ჯერ ერთი ახალგაზრდა არის, მეორეც ერთი მაგას აქვს თავის ხედვა, შეიძლება ძალიან ხისტი და ტოტენჰემთან ფინალმა პრინციპში ეს ანახა, იმიტომ რომ არ შეცვალა არაფრის დიდებით არაფერი. მაგრამ სპორტინგშიც იგივე გააკეთა. სპორტინგში მივიდა, გაყარა ფეხბურთელების დიდი ნაწილი, იყიდა ახალი ფეხბურთელები და როგორც თქვა კიდევაც, როდესაც აქ მანჩესტერში დაიწყო, რომ ძალიან გაგუჭირდებოდა და ძალიან გვეთკინება თავიდანო, იგივე მოხდა სპორტინგში. უბრალოდ ხა გაცილებით ნაკლებად კონკურენტული ლიგა პორტუგალიის პირველი დივიზიონი ვიდრე პრემიერ ლიგა, ამიტომ ესე მარტივად არ გამოვა. მაგრამ მანჩესტერის გულშემატკივრებს ძირითადად იმედით ცხოვრობთ. იმედით და წარსულით. ხო, სანამ სამომავლო იმაზე გადავალთ, რეზი, შენი აზრით მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება. ნებები შემოთვალეთ, მგონი ეს მთელი კრიზისის გამოხატულება, რომ ყველა სპეციალი რადიკალურად განსხვავდება თან ერთმანეთისგან. ვანგალი საერთოდ სხვა ფილოსოფიის სპეციალია, მოურინიო საერთოდ სხვა. მე ეს მოდიოდა თვითონ იმას მოყავდა თავისი ფეხბურთელები, ეს ფეხბურთელები გადადიოდნენ სხვა სტილის წვნელთან, იმასთან შემადგენლობიდან გამოდიოდა რაღაც აჯანყსანდალი. და პლუს მართლობის კრიზისი, რომელიც იდეაში გლეიზერებზე რო საუბრობთ ხა და შევსაუბროთ. აი რედკლიფის ნიოსის მოსვლის შემდეგაც. ტენჰაგი დატოვეს მართლა ერთი თამაშის გამო მანჩესტერ სიტის რომ მოვიდეს ასის ფინალი, თან ეს არის თამაში, ეს იყოს ჯერ კიდევ იქში მყოფი სიტი, ანუ ეს არის თამაში, რომლის ძრავსიც სეზონში მოგიწევს ალბათ 2. ის სიტის თუ შეხვდები ესეთ სტილის თამაში. ამის გამო დატოვეს ტენჰაგი პლუს შტაბი შეუცვალეს ვანისტელროები და ჰოლანდიელები რომ მოიყვანეს. ეს მალევე გაუშვეს, პლუს ამათ გამოსასყიდი გადაუხადეს. მოიყვანეს ამორიმი, იმასაც ცალკე გამოსასყიდი დასჭირდა. კიდევ უფრო სიგიჟე იყო დენეშორტის ისტორია. ხო, ეგ ხო საერთოდ გაუგებარი იყო, ხო. სპორტი იუნაიტედს. ამ დენეშორტს ელოდებოდნენ 1 წელი, 6 თვე იყო. ხო. გარდენლები ქონდა, ხო. და სამთვეში გაუშვეს. ხო. აი რაღაც და პლუს მე ამას მოყვება ეს რაღაც შემცირებები, რაღაც რესტრუქტურიზაცია და რაღაცებს რო ახდენს ხოლმე. დენეშორტზე ამბობენ რომ მაგას აუტგეიტი უნდა დაო და ამორიმის წინააღმდეგი იყო და მოკლედ რედკლიფთან კონფლიქტი ჰქონდა. რედკლიფმა ისე თქო რომ ქიმია არ შეთავშვის შორის და მაგრამ მან კიდე ერთი ის არის ანუ როდესაც ნოემბერში მოყავს ნელი რომელიც შეგეძლო მოგვეყვანა სეზონის დასწრისამდე ცნელი რომელსაც ააკა ეს თალსახა ეს რაღაცა 3-4-3 ტაქტიკა რომლისთვისაც ფეხბურთელები შენ არ ყავს და მოყავს და ნოემბრიდან მაშვები რა ქვია აიძულებ რომ რაღაცა შეცვალოს იმ ფეხბურთელებით რომელიც არიან მოგებული იანვარში არავის არ ყიდულობ პრაქტიკულად დორგუ იყიდეს და ხო და ცხადია რომ შედეგებიც არ იქნება სა ხო, უბრალოდ არც ეს დიმეტრიევი ჩანს ისეთ ფიგურა რომელმაც თითქოს რაღაც შტაბი შემოიკრიბა, ხო ესე შპორტ მარბერა და რომ უყანეს სიტიდან და რაღაც, მაგრამ მე მგონი ამ ხალხისგან უფრო ითხოვს არა ესეთ რაღაც კრიტიკულ შენიშვნებს და რჩევებს, არამედ რაღაც ხო, მორჩილებას. აი რა კარგი კაცი ხარ და რა სწორ გადაწყვეტილებებს იღებ და ხო. ცოტა ანუ ამიტომ რედკლიფის ფიგურასაც შეუყურებ უკვე რომ მე ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ ეს ყატარის ის შეიხი იყიდა, მაგრამ მე ძალიან მომწონდა ნევილი როგორც აკრიტიკებდა ის ძალიან ინტერვიუ იყო სადაც პირდაპირ აუხსნა რომ შენ აქამდე ბიზნესიც ჰქონდა ხო ეგ ის გასაგები იყო რომ თქვა რაღაც ჭანჭიკებს თუ იწერდი რომ რაღაც ფირმისგან და სხვა ფირმა უფრო
კარგი პირობებით გაძლევს შეცვლილი. ეხლა შენ გაქვს ადამიანებთან ურთიერთობა ბიზნესში. ეს არის ბიზნესი, სადაც ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სასადილოში თქვა სტაფის წევრიც ჩემთან ერთად იკვებება ეს გუნდში რაღაც ადმინისტრატორს რაც 70-იან წლების ვეტერანებსაც რაღაც კი და ესენი ყველაფერი ბევრი რაღაცა გააუქმეს ხო. მე ვიცი საშუალო წოდებებს ოდესაც ატარებენ ყოველდღე თამაშობენ პერიოდში მაგრამ ხო მანუ ეხლა ეგეთ რაღაც მიკრო დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეს აფერმულტო იმაში სადაც ადამიანები არა ბიზნესი და არა თქვა რაღაც აი სატრანსფერო ფანჯარა რომელიც ვახსენეთ სატრანსფერო ფანჯარა დახარჯული ფული რომელიც ვახსენეთ და ონანას მაგალითი გაიხსენა ბატონმა გიორგიმ და მე ეჭვი მაქვს რომ ონანას მაგალითი და ეგ кейსი არ არის ერთადერთი რაც მომხდარა რა ფაქსი რომელიც გააგზავნა ინტერმა რომ 20 მილიონად მოკიდითოთ კი არა და მიიღეს და რაღაცა 50 მოითხოვეო ხუმრობით თუ რაღაცით უთხრა მაროტამ და ამათ მაგადაიხადეს აი დღეს როდესაც მემზადებოდი ასე ვთქვათ ამ გადაცემის ჩაწერისთვის იმდენად სწრაფად ვითარდება მოვლენები ფეხბურთში რომ გავიწყდება ხო ხდები ტრანსფერები და დღეს მოვქეკე რა 2013 წლიდან როცა ფერგიუსონი წავიდა იქიდან რა ტრანსფერები გაკეთდა და ფაქტობრივად რაღაც 20 კაციან სიაში ვერ უნახე ისეთი ფეხბურთელი რომელზეც დღეს მანჩესტერის გულშემატკივარი იტყვის რომ აი ამან გაამართლა ეს იმის ფონზე რომ ბრუნო და ალბათ ლიჩა მარტინესიც ლიშა ძალიან ის არის ბროლისგან არის ისა რამდენიმე გაამართლა ზლატანმა გაამართლა ზლატანი არ არის ამ სიაში ხო იმიტომ რომ ზლატანი მე მგონი თავისუფალი აგენტი დაიმატეს ხო არის სანჩო 85 მილიონად ძვირებში ხო ძვირებში სანჩო სანჩესი ალექსის სანჩესი ეს ჰოილუნდიც დი მარია ჰოილუნდი ხო არა ფერნანდეს ბრუნოს გარდა პრინციპში ნუ მაგვაიერი ცალკე საკითხია კიდე მაგვაიერი სხვა შორის ძალიან საინტერესო ის არის მე ძალიან კი და ძალიან ფსიქოლოგიურად გრადი გამოდგა იმიტომ რომ ისეთი ცუდი სეზონი რაც მას ჰქონდა და ისეთი ჰეითი რომელიც მაგან იმას აქნა გაინცადა რეალურად აჯერტი აბსოლუტურად დაუმსახურებელი არის ეს მასშტაბი ამ ჰეითისა და მეორე ერთი გამოვიდა ტიპი და რეალურად კარგად თამაშობდა და არა ხო აგერ ლიონსაც გოლი გაუტანა და ასე შემდეგ ამიტომ არონ ვან-ბისაკაში რო 55 მილიონი იყო გადახდილი ეგ ნამდვილად არ მახსოვდა კიდე არონ ვან-ბისაკა მე თავის დროზე მინდოდა მე მახსოვდა როგორ თამაშობდა ისა ну არონ ვან-ბისაკა არის ძველი ყაიდის მარჯვენა მცველია ну რომელსაც ხო, დაცვაში კარგი, ალბათ ერთ-ერთზე საუკეთესო მსოფლიოში. სპაიდერმენ ვარდენები. ეგ სალსახა არის, მაგრამ აი ხა რო გადავიდა ვესტჰემში, ჩვენი რა იძლევა პასებსაც და 7 ასისტი დაუგროვდა თუ რაღაც. ამიტომ ისე და ისე მე მგონია რომ გასახდელში პრობლემები არის უფრო, იმიტომ რომ ანტონი წავიდა ბეტისში, რავი, საუკეთესო მოთამაშე იყო. რაშფორდმაც ნორმალურად ითამაშა. ნუ სანჩოს არაფერი არ იშველება. იმდენად ცუდი იყო, რომ ჩელსიდან 5 მილიონი გადაიხადა. ოღონდ არის მაქსიმუმ, მაგრამ ნუ სანჩო ეს რაღაცა ლინგარდის აპგრეიდი იყო ესეთი. აი ჩვენ გავაცოცხლებთ მაგას ბატონო გიორგი თუ გამოვუშვებთ სანჩოს გავაცოცხლებთ. ხო, იტალიაში ალბათ უკეთესი იქნება. იტალიაში მაინც უფრო ნელია ფეხბურთი. მას ეს რაფი არის, თუმცა ხო, მე არ ვიქნებოდი ეს დარწმუნებული, მაგრამ წაიყვან. ხო და ამიტომ ხო, სანჩესის და ეს ხითარიანის გაცვლა იყო ძალიან ისეთი. ხითარიანი ამ ჩვენივე თამაშობდა ახლა დარმიანი ჩვენივე ანუ ვინც მიდის მანჩესტერიდან საბოლოო ჯამში არ თამაშობს, ხო? ანუ ეგ სიგიჟე სტატისტიკები. ხო, დეხეას ფანტასტიკური სეზონი. ხო. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მე დეხეას ბოლო სეზონი ძალიან არ მომწონდა, ძალიან სუსტი სეზონი ჰქონდა პრინციპში, მაგრამ ნუ ადამიანია, რომელმაც რეალურად ათრია გუნდი წლების მანძილზე და ფაის გაბჭებული ფაქსი რო არა, ეხლა იქნებოდა 3 ლიგა მინიმუმ მეტი თუ არა. ხო, რეალში, ხო. ამიტომ ხო. ფაქტია, რომ რაღაცა კლუბის შიგნით რაღაცა ცუდია, იმიტომ რომ ყველა ეს ვინ ჩამოთვალე სანჩოს გარდა, ყველამ ძალიან კარგად ითამაშა და კაი კარიერა ჰქონდა. დელი ბლინდი არის, იმანაც ჩვენიერად რამდენიმე წელი ითამაშა. კი ბატონო. ხო, და მოდი ბოლოსკენ ვისაუბროთ, პრინციპში ასე გამოვიდა, რომ იუნაიტედი ენდობა რუბენ ამორიმს და ნუ ზოგადად ალბათ ფეხბურთისთვის არის კარგი, რომ მანჩესტერ იუნაიტედი დაბრუნდეს იქ, სადაც მისი ადგილია ისტორიულად პირველ რიგში, იმიტომ რომ ტატო ბაციკაძე ამბობს ხოლმე ხშირად, რომ ფაქტობრივად მანჩესტერი ჯერ ხო ლურჯი გახდაო მანჩესტერ სიტის ბოლო წლებში წარმატებების შედეგად და პლუს ამას ახალი თაობის გულშემატკივრები ფეხბურთის
მანჩესტერის ფანი ფიზიკურად ვერ იქნება ალბათ, ხო? ყველაზე პატარა მანჩესტერის ფანი არ ვიცი, როდის ვნახე სიმართლე გითხრათ. სხვაჩვენს ძალიან კაი აზრი წავიკითხე ამასთან დაკავშირებით. კუნია რო გადავიდა ახლა. გადავიდა, ხო, იმიტომ რომ და ბეუმოც რომელსაც უნდა გადასვლა, იმიტომ გადადიან, იმიტომ რომ მანჩესტერის გულშემატკივრებდნენ ბავშვობიდან და ამ სტატიის ავტორი წერს, რომ ეს ალბათ ბოლო თაობა არის, ვისაც ახსოვს ის მანჩესტერი და ამიტომ გადადის, იმიტომ რომ მანჩესტერი ახსოვს და სიტყვაზე უფრო ახალგაზრდა ტიპები მაინც იამალის ხელა არა, მაგრამ ვთქვათ 20 წლის, ხო, იმათ არ ახსოვთ ის მანჩესტერი და ამიტომ როგორც ვთქვით, მაგათთვის ეს აღარ არის ისეთი მიმზიდველი კლუბი. თუმცა ის უნდა ითქვას ახლა რომ ფერგის მერე მანჩესტერმა მოიგო 800. პატარ-პატარა უმნიშვნელო, მაგრამ მოიგო. ანუ ეს არის რეალურად ძალიან 99% კლუბებისთვის ძალიან მაგარი მიღწევა, ხო? რომ 13 წელიწადში 800, მაგრამ ნუ მანჩესტერი ახლა მაინც მანჩესტერი არის. ამიტომ ხო, ეგ მომენტი არის ნელ-ნელა თუ ეს ასე გაგრძელდა მანჩესტერის გულშემატკივრები, თუმცა ძალიან დიდი მასა მაინც არის. რა თქმა უნდა. ცხადია, რომ ალბათ რეალთან და ბარსელონასთან და ბაიერნთან ერთად მაინც ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი ფანბეზი აქვს სიტისგან განსხვავებით. ხო, აბა. ხო, თან ისიც არის, რომ სიტის გულშემატკივრებს, ჩელსის გულშემატკივრებს, პესეჟის გულშემატკივრებს რაღაცნაირად ხალხი აი ფულით გაკეთებული გუნდები, რაღაცა ნავთობით გაკეთებული გუნდები, ანუ უარესი რუსული ფულით გაკეთებული გუნდი, ხო? ეგ მომენტი არის, რაც თქვათ იგივე ამ არც მანჩესტერს, იუნაიტედს, არც რეალს, ბარსას ეგ მაგას ვერ დააბრალებს, ხო? ანუ და ნუ ეგ მომენტი მაინც რაღაც იმაში განასხვავებს, ანუ ეს ამ კლუბების გულშემატკივრების სნობიზმს რაღაც პონჩი ასაზრდოებს, იმიტომ რომ აი ჩვენ გავაკეთეთ ეს ისა და არ სხვა გზა მგონი თანამედროვე ფეხბურთში არც არის რომ ეხლა სხვა შანსი არა, ეხლა მარტო ფულით იდეა. იმიტომ რომ მithmetes თან ფინანსური fair play-ს გსულდავს. ნუ მაგრამ რაღაც გამონათებები არის ეგ ლესტერმა მოიგო იქ, მაგრამ ნუ ძალიან იშვიათი არის და ის ლესტერის ჩემპიონობა ძალიან ის იყო ну ისეთ სერიოზული პროექტი რო გააკეთოთ ძლიერი კლუბის რომელიც მრავალი რამდენიმე ათეული წელი იქნება ну ეგეთი ფინანსების ან არაბული ფულის ან რაღაც ფულის რაღაცა ნავთობის აი მეტიც შეიძლება კონდეს ეს ფული და არაფერი გამოგდიოდეს როგორც ნიუკასლს ნიუკასლის ფლობელები ყველა დიდრები არიან პრემიერ ლიგაში ხო გაცილებით მეტი ფული აქვს ვიდრე სიტის ფლობელებს მაგრამ არ გამოდის დაგვიწერეთ კომენტარებში რამდენი წლის ხართ თუ მანჩესტერის ფანი ხართ და როდიდან დაიწყეთ მანჩესტერის გულშემატკივრი. ისე თქვენ როდიდან ხართ მანჩესტერის გულშემატკივრი? 92-13-დან კანტონა რო გადავიდა. რეზი, რუბენ ამორიმი ჩაგვიანალიზე მისი ტაქტიკური მახასიათებლები და იცი რა მინდა კითხო, ეხა ხო უეჭველი ვიცით, კუნიას გარდა მანჩესტერი კიდე იაქტიურებს უდიდესი ალბათობით. აი ვინ შეიძლება სჭირდებოდეს იუნაიტედს იმისთვის, რომ მთელი გუნდი მე მგონი ვერ მოიყვანენ მთელ გუნდს და გამოვიყენოთ. კი ბატონო. მოკლედ ანუ 4 პოზიცია რომელიც აი უეჭველი გამოსაცვლელი ეს არის. კუნიას შემდეგ თუ ლატერალები. იმიტომ რომ საერთოდ არ იყო რუბენ ამორიმის სტილის, ეს არის ანუ ისეთი კლასიკური ფეხბურთელი, რომელიც თელ ფლანგს კეტავენ ხოლმე. ამორიმის სქემაში სპორტში მაგალითად კენდა ყავდა, აი პორტუგალიის ნაკრებს დაუყურებთ ხსერა და ვინგერად თამაშობს ხოლმე. ვინგერებს აყენებდა ხოლმე ხშირად ამ პოზიციებში. ამიტომ იყო თავიდან საუბარო შეიძლება ანტონი გადააკეთოს ესეთი იმად, მაგრამ ნუ ეგ ძალიან ამაც არა უშავდა. ძალიან მოთხოვნადი პოზიცია. მეორე არის აი 2-10-იანის პოზიცია. ეს სპორტში ამ როლში იყო პედრო გონსალოში და ტრინკაო, ესენი არ არიან ვინგერები, ორივე ნახევარმცველია, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნები აქვს ამ ორ პოზიციასთან მიმართებით. ერთი თამაში შეკრა უნდა შეეძლოს აი ამ რომში, სადაც არის საყრდენი, ლატერალი, თვითონ 10-იანი და გარე ცენტრალური მცველი, პლუს პოზიციონირება უნდა შეეძლოს ზუსტად რომ ამასთან ერთად არ აღმოჩნდეს ერთ ხაზზე საყრდენთან, იმიტომ რომ მაშინ პირდაპირ პასი არ მისდის მასზე. თუ ეს აქ არის, ეს აქ უნდა იყოს, ან ეს მოძრაობა უნდა შეეძლოს და პლუს დაცვითი ფუნქციონალი უნდა კონდეს, იმიტომ რომ ბურთს დაკარგვის შემთხვევაში პირველი ხაზი ეს არის, ვინც ხდება ამ დარტყმას. და ამ როლშიც არავინ არ ყავდა. ნუ
აი რაშფორდი, ანტონი, ვიღაცები, გარნაჩო, ვიღაცები, ვინც შეიძლება გამოიცადოთ, არც ერთს არ აქვს ეს. ხო, არც ერთი არ აქვს. ერთადერთი ვინც მეტნაკლებად გავდა იყო კრისტიან ერიქსენი, მაგრამ კრისტიან ერიქსენს დაცვით ფუნქციონალი აღარ შეუძლია უკვე შეასრულოს. ხო. ნუ ბრუნო ფერნანდეს შეუძლია ყველაფერი შეასრულოს, მაგრამ ბრუნო აქაც იყო უკვე საჭირო. ჩემი აზრით ერთ-ერთი თავარი ამოცანა რაც ამონიმისთვის იქნება, ეს არის უგარტეს დაბრუნება თავის როლში. იქ ბევრი რაღაც არის, რომელიც სათამაშო ელემენტია გამოსასწორებელი, თქვა დაცვა ხშირად დაბლა ჩადიოდა იმაზე უფრო ვიდრე ამორებს ჭირდებოდა. წინა სასეზონო ეს იქნება, ან ბევრი რაღაც გამოსწორდება ზაფხულში ეს გასაგებია რომ ნუ იუნაიტედი ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, ანუ თამაში უწევდა ხშირად 3 დღეში ერთხელ. თუ ერთკვირიანი პაუზა ქონდა, აშკარად ჩანდა რომ უკეთესი იყო ხარისხი, როდესაც ვარჯიშებს ასწრებდნენ, მაგრამ თუ ვერ ასწრებდნენ, მაშინ უკვე რთულდებოდა ამ პრობლემის გადაწყვეტა. მოკლედ ეს 4 პოზიცია მგონია რომ უეჭველი გასაუმჯობესებელია, პლუს თავდამსხმელი, ნუ არ ვიცი რას მსხვილი უნდა მე ძალიან სკეპტიკურად უყურებდი რომ გადავიდე. მე მგონი ხო. ერთი სეზონი ატალანტაში, ისიც სპეციფიურ ატალანტაში, რომელიც კონტრშეტევებზე თამაშობდა, ეს არ იყო ის ატალანტა. იმ ერთ სეზონში რეზი 7 თუ 8 გოლი. განა რაღაც 20 გოლი ან რაღაც. და 77 მილიონად თან. ხო, რაღაც ძალიან დიდი ფასა და ხო, გოლის გამტანი უნდა მე ლიამ დელაბზე ლაპარაკობდნენ. მე არ ვიყავი დარწმუნებული რომ, იმიტომ რომ ეგეც ახალგაზრდა გამოუცელი ფეხბურთელი არის, ანუ მან ჭირდება ვიღაცაი ჯოკერეში რომ მოიყვანათ, არ იქნებოდა ცუდი, მაგრამ ეხლა ოლი ვოტკინსზე იწერება. ოლი ვოტკინი ხო, მაგრამ ხო, არ ვარ დარწმუნებული რომ ის არის. მე მგონია რომ კაზემიროს ადგილას, კაზემიროს კაი სეზონი ჰქონდა, უნდა ვაღიაროთ. მეორე ნახევარი იანვრიდან. დაბრუნდა თან. ხო, მაგრამ ნუ მე მაგალითად ძალიან მომწონს ედერსონი ატალანტა, ხო და მე მგონი ეს ძალიან კარგი იქნებოდა. ლატერალებს რაც შეეხება მე მგონია რომ ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი არის თავდასხმელი, იმიტომ რომ გოლის გატანა იყო პრობლემა სულ მთელი სეზონი. საჭიროა თავდასხმელი. იდეალურ შემთხვევაში მეკარეც გამოსასწრელი არის, მაგრამ ნუ ეხ მაგის ფუფუნება ეხ მანჩესტერს არ აქვს. კუნია იქნება 1-10-იანი, მეორე შეიძლება იყოს მეორე-10-იანი, კაი ის არის. და მე მგონი რომ ამადი არ იყო ცუდი ლატერალი, კარგად თამაშობდა, ამიტომ დორგუს თუ ასწავლის რაც უნდა, რაც პრინციპში შესაძლებელი არის, იმიტომ რომ ქონდა დორგუს რამდენიმე თამაში, სადაც იმას აკეთებდა, რაც მოითხოვებოდა ამურიმისგან. ნუ ბევრი არ ქონდა სამწუხაროდ. ზოგიერთ თამაში იყო მაზრაუი ეთამაშებდა ამ როლში. მაზრაუი მე მგონი რომ კარგია აი ამ გარე ცენტრალურ მცველად ძალიან. მით უმეტეს რომ შოს იმედი მიხედავთ რომ ძალიან კაი ფეხბურთელი არის, როცა ფორმაში არის და როცა არაა დამტრეული და როცა ტრავმიდან ახალი გამოსული არა, ეგს უფრო შეუშვიათ. ხო, ახლა ვნახე სტატისტიკა 297 ჩაატარა თამაში, გადმოსვლია 2014-ში გადმოსვლია 277 გამოტოვა. ანუ პრაქტიკულად ორ თამაში ერთ სტოვებს, ანუ და ნუ ეს ყველაფერი იმ საშინელი ტრავმის მერე ძირითადად. ხო, იმ ტრავმის მერე სხვა ფეხბურთელი აფეთობრივ. ხო, იმიტომ რომ ძალიან კარგი. აი მანჩესტერზე რაც მინდა კიდე კითხოთ, ახსენეთ აი ნევილის ინტერვიუს ახსენეთ რომ იგენს. ხომ მართლით რომ ზედმეტად დიდი გავლენა აქვს? კი, ფეხბურთელებს და კომპანიების ბაზაზე. აქვს, კი. თუმცა მაგალითად მე მგონია რომ სკოულზე ჯობია საერთოდ ჩუმად იყოს. ძალიან მიყვარს ალბათ მაგრამ ნუ აი ის აი მაგას სუის აქვს ხოლმე აი სულ ბუზღუნებს კინისგან განსხვავებით რომელიც კონსტრუქციულად ბუზღუნებს ეს პროსტა ბუზღუნებს და აი რაღაცებს იძახის და ეგ არ იყოს ნევილი როგორც ფანდიტი მიყვარს მე მაგრამ ნევილი როდესაც ტაქტიკაზე ლაპარაკობს ყოველთვის გაუხსენებენ მაგას ვალენსიას აი ყოველთვის ყოველ იმაზე ამას თქვია ძალიან სუპერიოსნის ცხოვრებაში ხო ცხადია და ნუ კინიც ეგეთი ბუზგუნა კაცი არის მაგრამ მე მაგალითად კინი ესეთია ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი კინისნაირი ფეხბურთელი რო იყოს ახლა მანჩესტერში კინს ის უყვარს რომ ადრემზე უკეთ ანათებდა ხო ეს ხო ყველას უყვართ ანუ რაც არაა გასაკვირი ანუ ეს ხალხი თამაშობდა ფერგისთან ერთად და მათთვის მზე მართლა ანათებდა და ეხა უყურებენ ამას და ცხადია რომ გულდაწყვეტილები და ისინი არიან მაგრამ ნუ ეს არაძლევს როგორ არის საფუძველს მაგრამ ჯობია მაინც ამდენი არის ლაპარაკი ხო გავლენა აშკარად იგრძნობა თან თითოეულ ფეხბურთელს საკრიტიკო არა თუ ხო შეიძლება თქვა რომ აი გასახდელში ცუდი მდგომარეობა პირდაპირ ფეხბურთელს რომელიც ერთ მას ჩააგდებს მიადგებიან და რაღაცა ბულინგი ხო ეს ზოგადად ბრიტანული პრესის ის არის თან
ეგ ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ მანჩესტერი ყოველთვის ფოკუსში არის. აბარა. იგივე ფეხბურთელი, რომელმაც კრისტალ პალასში ჩააგდო თამაში, ჩააგდო რაღაც სიტყვიან. მანჩესტერს თუ ჩააგდოს, აი რაღაცა და რავი, ვან ბისაკაის ეგრე იყო, რომელსაც მარტო კარგ თამაშებს აშუქებდნენ, ამბობდა კარგი იყო და უცბად რა გადავიდა, მე მარტო ცუდ თამაშებს აშუქებდნენ და იქ რაღაცა პოზიციონირებაში, რაც მაგის ძალიან დიდი მინუსი იყო პრინციპში, იმიტომ რომ სამი მაინც მახსოვს გოლი თავზე რო გადაუგდეს და მაგის ფლანგინა რო შეაგდეს. მაგრამ და ეს ფსიქოლოგიურად მოქმედებს და ალბათ ის მომენტიც რომ ეს ხალხი მიდის და მე კარგად თამაშობს, მაგით არის რომ ეს ნახე აღარ აქვს, ხო? თან ერთის მხრივ ხო ფან ბაზა ყავს მანჩესტერ იუნაიტედს უდიდესი და მეორეს მხრივ ჰეითერ ბაზაც ძალიან დიდი ყავს. იმიტომ რომ სოფლიოში ისტორიულად ერთ-ერთი უდიდესი გუნდია და როდესაც ეგრე ფეხბურთელი ან თვითონ გუნდი ჩააგდებს რაღაცას pushing-ი და hate-ი იმდენად დიდი მიდის ამ გუნდზე, რომ ნუ ლოგიკურია ეგ ამბავი რა და ფეხბურთელებსაც ალბათ ახლა კრისტალ პალასს რო შევადაროთ მაგალითად, გაცილებით სხვა წნეხის ქვეშ უწევთ ყოველი დღის გატარება, ვიდრე ნებისმიერი სხვა გუნდის მაგის მაგალითი ახლა არავის არ დააბულიგებდნენ ესე, რომ ყოფილიყო თუნდაც ლივერპულიდან მიუხედავად იმისა, რომ ლივერპული არანაკლებია. ინგლისში, ანუ ინგლისურ პრესაში არის აბრევიატურა ABU, anyone but United. მეტი არავის არ არის ეგეთი აბრევიატურა, ხო? ნუ გასაგებია ახლა. ორი მწვრთნელის მაგალითი, აი ამ ორმა თქვა, მგონი გადავიდა მალევე ქონდა დაბადების დღე და თქვა რომ ერთი წელი მოიმატა, იმიტომ რომ ეს კიდე მანჩესტერში ვარო და ანუ ეს დამემატა. გვარდიოლამ თქვა რომ მე რომ სიტიში პირველი სეზონი ჩავატარა ის რომ იუნაიტედში ჩამეტარებდნენ, გამაგდებდნენ. ხო, უეჭველი გააგდებდნენ. და უბრალოდ სიტი იყო და დატოვეს და ნუ მე რაც გააკეთა ხო ნახეთ. ხო, უტიტულო სეზონი ქონდა. მეორე ქონდა ეხლა. ხო, და გამაგდებდნენ აუცილებლად იქიდან, просто უბრალოდ სიტიში ვიყავიო და მანჩესტერის ძალიან მიყვარს ამან ძალიან ესეთი სკოტ კარსონი არის მესამე კარი რომელიც არის იდეალური ფეხბურთელი არის, სულ ითამაშა 18 წუთი მოიგო ყველა ტიტული შეიძლება და ეხა პირველი სეზონი ტიტული რა ქონდა წავიდა გუნდი გაბრანდა უტიტულოდ როგორ გავწოვებელიაო ეგეთი აგეთ ასეთ გუნდში მე ვერ ვითამაშე ისე სადაც პრემიერლიგა ვახსენეთ ამასაც კითხავთ და ნელ-ნელა წავიდეთ პრინციპის დასასრულისკენ აი ახალი რეგულაცია რო შემოიღეს წესი პრინციპში ესე დავარქვათ შესვენებებზე ინტერვიუები და ეგ ესეთი ის გონია რომ ამერიკული გამოღებული ჩვეულებრივად კი NBA ამერიკული ფეხბურთი მის მეშინია რეკლამები არ ჩართონ ხოლმე როგორც ამერიკული ფეხბურთი და ისინი არ ჩართონ იმას ხო რა ნუ არა ამერიკული ფეხბურთი ხო მომანთ ხო ის აქ ანუ აქ ეს რაღაცა მთელი წიგნი არის და ყველა სქემა არის ერთ წიგნში და ყველას ეს ის აქ და ზეპირათიც ყველა ხო მე ვიждები რომ მაგ ფეხბურთელების დამახსოვრების უნარზე რა 50 კომბინაციას იმახსოვრებენ ხო რაღაც ტვინიც მაგრად უნდა გიმუშავებდეს ამერიკული ფეხბურთის. ნუ პრემიერლიგა რეალურად ხო მე ვთქვი რომ სუპერლიგა პრემიერლიგაა. ხო, რაღაც თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე შედეგებს და ევროპაში მე ეს არ ეთყობა. ნუ იმიტომ ალბათ რეალი და ბარსელონა არსებობენ პეში. არა მარტო ეხა სევილია, ესპანურ კლუბებს არ წაუგიათ ფინალი 2002 წლიდან. ვალენსიამ წააგო. მაგრამ ვალენსიამ იმასთან ხო, ბაიერნს წააგო, იმის მერე არ წაუგიათ ფინალი. ამიტომ პოპულარობით ვილარეალი გადაღების ხარისხი და ეგ თალსახად ხო ფულით ეგ ეთყობა კიდეც ფასებს იმიტომ რომ რეალურად პრემიერლიგის გადასახადი აქვს ცალკე კიდე ანუ შენ თუ იგივე ფეხბურთელს თუ ყიდულობს არ ვიცი იუვენტუსი გაცილებით ნაკლებს მოთხოვენ ვიდრე თუ ყიდულობს ბრაიტონი თუ კი ბატონო იმიტომ რომ მათ ფულია რა თქმა უნდა კარგი მორჩით მე მგონი რაზი ხო მეტი შეკითხვა არ გვაქვს მადლობებით უნდა დავიწყო ჯერ პირველ რიგში სახელოსნოს მინდა კიდევ ერთხელ მადლობა უთხრა რომ დაგვითმო ეს ძალიან კარგი სივრცე მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ჩვენი ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი ბატონ გიორგის მინდა მადლობა უთხრა მადლობა თქვენ ძალიან დიდი მადლობა თქვენი ფიდბექი მნიშვნელოვანია ესე როგორ მოგეწონათ ეხლა ეს გამილი 40 წუთი და საინტერესო საუბარი ქონდა კი ბატონო ცოტა ესეთი ნაღვლიანი ჩემთვის მაგრამ მონატრები ხო ძალიან საინტერესოა დიდი მადლობა ესე იგი მოუწოდებთ რომ გამოიწერონ ჩვენ კი ნამდვილად გამოიწერეთ თუ ორი ბროლის ბუს ავტორი და მფლობელი ამბობს რომ ჩვენი არხი უნდა გამოიწეროთ აუცილებლად უნდა დააკლიკოთ მოკლედ subscribe ღილაკს კარგი ეს არის და ეს წინა გადაცემაში დამავიწყდა ეხლა უნდა ვთქვა აუცილებლად უკვე მოგებულია მაგრამ ილია თოფურიას უნდა მივულოცო ეს გენიალური გამარჯვება ძალიან ბევრი მიღავლე და ვიყვირე როგორც დაპირდა ისე გააკეთა ზუსტ პირველ რაუნდში კარგით შემდეგი პრინციპში ალბათ მეოთხე ფინალების შემდეგ გეგმავთ დაბრუნებას ხო ესე არის ალბათ დიდხანს არ მოგაწყენთ თავს მანამდე კი გამოვყევით და დატკბით მოკლედ ამ ვიდეოთი კარგავ ზანდებოდეთ ნახვამდის მადლობა